მოგეხსენებათ, რომ გეოგრაფია არის მეცნიერება დედამიწის შესახებ. რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის დედამიწა? წინა გაკვეთილზე ჩვენ გქონდა ფილმი, ვიდეო ფილმი ჩვენი სახლი. დედამიწა არის ჩვენი სახლი და ჩვენ სახლს გაფრთხილება ჭირდება. რაც დრო გადის, ადამიანი ვითარდება, მეცნიერული მიღწევების გამო დღევანდელ დღეს ბევრი რამ ერთბაშად კეთდება კიდევაც და ფუჭდება. რატო? ვინმე შეუძლია მითხრას, აი რატოა რომ მეცნიერების განვითარება ერთდროულად ბუნებაზე დამანგრეველად მოქმედებს. აი ჩვენ გვაქვს მობილურები, ხო? მობილური კარგია თუ ცუდი? ცუდია, რადიაცია აქვს მას. რადიაცია აქვს, მაგრამ თავისთავად ახლა მობილური კარგია, იმიტომ რომ შეგვიძლია კავშირი გქონდეს შორ მანძილზე, ხო? ხო? მაგრამ თუ გული ჯიბეში გიდევს და რამოდენიმეჯერ დაგირეკეს ძალიან დიდი ბოდიში, ერთი თვის შემდეგ მე მოგიწევს კარდიოლოგიურში დაწოლა, იმიტომ რომ გული დაგიავადდება. მაგრამ უარესი რაღაცებიც არსებობს, ხო? უარესი რამეც არსებობს. ქიმიური მრეწველობა ვითარდება ძალიან დიდი ტემპებით. სასარგებლო წიაღისეულის ამოღება და ამას ყველაფერს ახლავს დაბინძურება. ნიადაგის დამუშავებასთან ერთად არა აუცილებელი ხდება ნიადაგში შხამ ქიმიკატების შეტანა, იმისათვის რომ მავნებლები არ გამრავდნენ და კონდეს უფრო მეტი მოსავალი, ხო? შხამ ქიმიკატის შეტანა კარგად მოქმედებს ადამიანზე? არა მას. აბა როგორ მოქმედებს? ხუდად მას. მას და ეს იმას მეტყოლებს რომ ეს აბა ადექიდა თან ისე მითხარი, ხო გიორგი? შხამ ქიმიკატები მას ჩაიღურება წყალში, მას რაც იგი შედის ზღვებში და ოკეანეებში. მდინარეში ჩაღვრილი ნიადაგში გადასული შხამ ქიმიკატი აუცილებლად შეითვისება მცენარის მიერ. მცენარეს ვჭამთ ჩვენ, ჭამს ცხოველი. ცხოველსაც მივითმევთ, ხო ჩვენ? თავისთავად ეს უბედურება თუ ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, ადამიანი ავადდება და აი ამის გამოა რომ ძალიან ბევრი ონკოლოგიური პრობლემები ჩნდება. ესე იგი შევთანხმდით იმაზე, რომ დედამიწა არის ჩვენი სახლი და ჩვენ სახლს გაფრთხილება ჭირდება. კარგი მეცნიერი არის ის, ვინც ქმნის ისეთ რამეს, რაც ნაკლებად აბინძურებს და ანგრევს ბუნებას, ადამიანს. სხვა შემთხვევაში ეს თვითმფრინავების გადაფრენა, გადმოფრენა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ თუ დაბინძურდა ატმოსფერო, ბოლოს და ბოლოს სიცოცხლე შეწყდება. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიცოცხლე არ შეწყდეს? აბა ერთი წუთი აბა მანქანის გამონაბოლქვები ხუთავი აირე მას კიდევ მას გარემო უნდა დავაბინძუროთ მას და თვითონმა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა, ხო ლიზი? ხა თუ დაუშვათ წავედით ჩვენ ლაშქრობაზე, აი ჩვენ ხო დავდიოდით ექსკურსიებზე, არა ლიზი, ხო? ხა ყველამ თუ დაყარა იქ რაკვენ ეს ცელოფანები, პლასტიკები, ისინი ეს ხო არ იხსნება, ხო? ნაგვიანდება და ყველაზე აი პოლიეთილენი არ იხსნება, 400 წელი ჭირდება რომ პოლიეთილენი გაიხსნას. ორგანული ნივთიერებები ძალიან სწრაფად იხსნება და შესაბამისად რაკან ეგ ადამიანისათვის სასარგებლოა, ხო? ნაყოფიერებას ზდის ნიადაგის და ხა პოლიეთილენი რომ მოხდეს იქ ისეთი შხამ ქიმიკატებია თვითონ ამ პოლიეთილენებში, რაკან ეგ მაგისი დაშლაც კი სავარაუდოდ რაკან ძალიან ცუდ ეფექტს გამოიღებს. აბა დიდი მადლობა, დავუმატე. არ უნდა მოვუჭრათ ხეები. იმისთვის რომ იმისთვის რა უნდა მოვუჭრათ, რომ ჟანგბადი იყოს ყველგან. ძალიან კარგი, აბაკეთი, და მანქანების გამონაბოლქვი, როდესაც ჩვენ ტრანსაზე ვიმყოფებით, მაგ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს.
ეს გამონაბოლქვი მანქანების. და ჰაერზეც. კი, ჰაერზეც. აი თუ ადამიანზე ჰაერზე მოქმედებს, კიდევ რაზე იმოქმედებს, აბა ვინ დაუმატებს? ცხოველზე, მცენარეზე, ნიადაგზე, ხო, ყველაზე დიდი საშინელება არის ბავშვებო, ნიადაგის დაბინძურება. იმიტომ რომ იქ ჩვენ მოვყავთ საკვებს და იმას მივიღეთ. აი ეს არის. თუ ნიადაგი დაბინძურდა და წყალი დაბინძურდა, ყოფა აქვს ფაქტიურად ნატირები ყველაფერს, ხო? ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს, ანუ რო არ დავაბინძუროთ გარემო, არ მოჭრათ დიდი რაოდენობით ხეები, არ ვინადიროთ ბევრ ცხოველზე და ფრინველზე, რადგან იწვევს შემდეგ ცხოველების გადაშენებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას. რაც შემდეგ ჩვენთვის იქნება ისე ამას ცუდი. უარყოფითად იმოქმედებს. აბა გიორგი, შენ რას დაამატე? მას ასევე უნდა გამოვიგონოთ ისეთი რაღაცები მას, რაც ნაკლებად დააბინძურებს გარემოს მას. და უმეტესად მას საქართველოში მას, რადგან საქართველოში მას ბიომრავალფეროვნება არის ძალიან მაღალია და რაც უფრო მაღალია ბიომრავალფეროვნება, ბავშვებო, მით უფრო მდიდარია სახელმწიფო. მით უფრო მდიდარია ფლორაც. აი საქართველოში ძალიან ბევრი მცენარის სახეობებია. ძალიან ბევრი ცხოველთა ჯიშებია. აი ხა ძალიან ბევრი საინტერესო წიგნები გამოვიდა განსაკუთრებით თევზებზე. დაიწყო ისე მეცნიერებმა მუშაობა ამ საკითხზე და მალე ძალიან საინტერესო წიგნები გექნებათ. ძალიან საინტერესო წიგნები. ეხლა მე მინდა შეგეკითხოთ. რა ადგილი უკავია დედამიწას მზის სისტემაში? აბა რეჩი. აბა ადექიშვილი და ისე მითხარი. დედამიწას მზის სისტემაში უკავია მესამე ადგილი. რომელი პლანეტების შემდეგ? აბა ყველაზე ახლო რომელი პლანეტა არის მზესთან? აბა ანი, დაეხმარეთ თან. მიდი აბა ლიზი. პირველი არის მერკური, ხო, ყველაზე პატარა. მერე ვენერა. მერია დედამიწა და მერია მარსი. მე რა გითხარით, მარსი რას აღნიშნავსო? რომელი ღმერთის მას. აბა. მარსი, რომელი ღმერთის სახელია? არესი არის ბერძნულად, კი ბატონო, სწორი ხარ და რას აღნიშნავს? ზოლის ღმერთი. ომის ღმერთია, სწორია. ომის ღმერთი. მე ძალიან გთხოვთ, ყველა მიიღოთ მონაწილეობა. სულ ერთი და იგივე ხალხი მონაწილეობს და ეხლა ამათ ქულები ეწერებათ. აი ქეთი, ლიზი, გიორგი, რიჩი, უკერავკენ კარგად, ანი კარგად შეებნენ და სხვებმაც მიიღეთ მონაწილეობა, ბავშვებო. ეხლა მოდი ესეთი შეკითხვა. აბა ადუაშვილი ქეთი. ყველაზე მაღალი მთიანი სისტემა რომელია? მსოფლიოში ყველაზე მაღალი ახალგაზრდა ნაოჭა მთებს წარმოადგენს ჰიმალაები, რომელიც ესაზღვრება ინდოეთს, პაკისტანს, ნეპალს და ჩინეთს. რა წვერვალია მან და აბა თუ მეტყვი. თუ შეგიძლია აბა აჩვენო ქეთი. აბა გამოდი შვილი. ეხა ერთი პასტაც მომიმზადეთ რომ ვათხოვოთ ქეთის პასტა აბა უცებ პასტა. ერთი პასტა მათხოვეთ. აბა ქეთი ეხლა აჩვენე ჰიმალაების სად არის? ჰიმალაების მთათა სისტემა არის. აი ნახეთ, ყველაზე მუქი ფერისაა, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი მთათა სისტემა არის. ყველაზე მაღალი მწვერვალი ჰიმალაის მთებზე რომელია თუ გახსოვთ? აბა, იგივე ჯომოლუნგმა. სიმაღლე რამდენია? დაბზანდი ქეთი. სიმაღლე რამდენია, აბა? 1858 მეტრი. რეზო მასალებელმა რა გითხართ, რომ ატლასზე კიდევ რა წარწერა შეიძლება შეხვდეთ ჯომოლუნგმასთან დაკავშირებით. აი, სხვადასხვა ატლასი რო ავიღოთ, სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული ატლასი. შეიძლება 8858 მეტრის მაგივრად და 50 მეტრი. 8850. ხო.
ესე იგი, ყოველ 100 წელიწადში ერთხელ 1 მილიმეტრით მატულობს ჰიმალაის მთების სიმაღლე. და უკვე რადგან გავიდა იმდენი წელი, რომ თურმე რადგან 2 მეტრით მოიმატა და 8858 მაგივრად 8850 მეტრია. ეხლა მინდა ესეთი შეკითხვა დავსვა. თუ არის 2 გუნდი, სიტყვაზე იყოს დაუშვათ გიორგის გუნდი და ქეთის გუნდი იყოს. ერთი ადის ჰიმალაის მთებზე ჩრდილოეთის მხრიდან, მეორე ადის სამხრეთის მხრიდან და ორივე ზომავს სიმაღლეს. რა განსხვავება იქნება? სხვადასხვა სიმაღლე. რატო? იმიტომ რომ სხვადასხვა იმიდან ადიან. მას ერთხარა შეიძლება უფრო დახრილობის. დახრილობის გამო სწორია და შეიძლება კიდევ ითამაშოს გარკვეული როლი აპარატურამ, ხო? განსხვავებული აპარატურა შეიძლება იყოს, ერთი იყოს უფრო ზუსტი, მეორე ნაკლებად ზუსტი. ახლა ბატონი ხოსი არის ამის რაკვენ დიდოსტატი, იმიტომ გადასარევად იცის, ახლა რუსული რაკვენის ოქონდეს კამერა, ამდენ რაღაცებს ვერ გადაიღებდა და ახლა იაპონური კამერით კარი ხარისხიანი ფილმის გადაღება შეიძლება. ასე რომ ჩვენც ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მზე რას წარმოადგენს? აბა მზე არის ადამიანისთვის საჭირო, რადგან ის არის ერთ-ერთი სიცოცხლის წყარო. სიცოცხლის წყარო, ხო? აბა მას ასევე როდესაც მზის გარეშე ვერ მოახდენდნენ მცენარეები ფოტოსინთეზს მას. რა თქმა უნდა, ესე იგი სიცოცხლის მომცემია, ხო? სითბოს რა თქმა უნდა. ცეცხლოვან ბურთს რა ქვია სხვანაირად? ვარსკვლავი, სწორია, ვარსკვლავია. ეცეცხლოვანი ბურთი, რომელსაც 2 მილიონი გრადუსი ტემპერატურა აქვს, ყველაზე დიდი არ არის? ჩვენ სისტემაშია ყველაზე დიდი. ხო, ჩვენ სისტემაში ესია. აბა თქვი. მასზე ვარსკვლავია იგივე, ოღონდ ჩვენთან უფრო ახლოს არის. ჩვენთან უფრო ახლოსაა. სწორია, კარგია, კაი გოგო ხარ. მე სულ ყველას გთხოვთ, რომ ფეხზე ადგეთ ხოლმე, რომ გამოჩნდეთ კაცში, რომ თქვენ პასუხობთ. კარგით ბავშვებო, თორე თუ ზიხა და ისე ლაპარაკობთ, ვერავინ ვერ დაგაფიქსირებთ. ეხლა ესეთი შეკითხვა. მე მინდა დამისახელოთ მთათა სისტემა, რომელიც სამხრეთ კავკასიას გამოყოფს რუსეთისაგან. აბანი, მოდი აჩვენე კიდევაც, რა ქვია, მართალია, აი ჩვენ აგერ ხო. ბატონო კარე, ერთი აი ამას ავიღებ. თუ ეს არ გამომადგება. აი ხო, გაკ, აქეთკენ დამიდექი შვილი. აი, აბა აჩვენე. მას კავკასიანის ქედი? გადი ბოლომდე. ზეითუნად ხარ. აი ესე, გადი ბოლომდე ყავის. აი ესე, ხო, კაია. და ის ყავს საქართველოს რუსეთისაგან. საქართველოს და აზერბაიჯანსაც, ხო? საქართველოს და აზერბაიჯანს ყოფს რუსეთისაგან. დიდი მადლობა. მაგრამ პირველ რიგში საქართველოს რა ესაზღვრება ჩრდილოეთიდან? რუსეთში შემავალი რომელი ქვეყანები? აი ეს ნაწილი, რა ნაწილია? აბა ჩეჩნეთი მას ჩეჩნეთს, ოსეთი მას ჩრდილოეთი კავკასია. დაჯექი. ჩრდილოეთი კავკასია. მთლიანობაში კავკასია შედგება რამდენი ნაწილისაგან? ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასია. თუ დავაკვირდებით ახლა რუქას, რა შეგვიძლია ვთქვათ სამხრეთ კავკასიაზე და ჩრდილოეთ კავკასიაზე? მას რომ სამხრეთ კავკასიაში უფრო მთები უფრო ბევრია. სწორია. აბა მას გავიგებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში არის მარტო საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთი და ჩეჩნეთი. რუსეთში შემავალი ჩეჩნეთი, ოსეთი.
დაღესტანი. ავადო. ადიხება. ადიხება. ინგუშეთი. მას ჩრდილოეთ კავკასიაში არის მას ცივი ჰავა მას და კავკასიონის მთები მას აკლევს მას ცივ ჰაერს მას რომ არ გადმოვიდეს სამხრეთში. სწორია. ეხლა ბატონებო თქვენ მითხარით. აი ეს ჩვენი კარგი კავკასია ხო რომელიც გეოსტრატეგიული ობიექტია და ყველა უცხოელს თვალები აქვს ჩვენსკენ მიმართული. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რითი არის შემოსაზღვრული? სხვები მას. მე თქვი რა? შავის მოთავე შეფერებული და აჩვენე შავი და კასპიის აკეთებ დადექი რომ კარგად კასპიის ზღვით ხო ეხლა ამ კასპიის ზღვასო დავაკვირდეთ აბა დაჯექირიჩი კასპიის ზღვასო დავაკვირდეთ ბავშვებო კასპიის ზღვას აბა ერთი აბა შენ მითხარი რა და კასპიის ზღვაში მოიპოვება ნავთობი და გაზი მას კიდე მას ნავთობი და გაზი აბა როგორ შეიძლება თამხლები გაზი იყოს, შეიძლება ცალკე იყოს, ხო? და ნახეთ აი აქ ჩვენ რა ხშირად აგვაქვს ნავთობთან ერთად თამხლები გაზი. ყველაზე დიდი ნავთობის მომწოდებელი კავკასიაში რომელი ქვეყანაა? აზერბაიჯანი. აი ეს ქვეყანა არის ყველაზე დიდი. ეხლა თქვენ მინდა მითხრათ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მაღალი ქვეყანა რომელია? ყველაზე მთიანი ქვეყანა. აბა სომხეთი. აბა ლიზიში. არა, სომხეთი. ნახეთ. აი შეხედეთ, სულ ყავისფერია. ერთ მწვანეს ვერ დაინახავთ. 98% სომხეთის არის მთიანი და ვულკანური. აი ეს ნაწილი სამხრეთ საქართველო, სამხრეთ ჯავახეთიდან გამოგზელება ვულკანური რელიეფისა არის, ვულკანური რელიეფია. აი ამიტომ არის აი ესეთი მაღალი. ეხლა რაკან მე მინდა ვინმე მითხრას, ყველაზე დიდი ტბა რომელი არის კავკასიაში? კავკასიაში. კასპიის ზღვა სოფლიოში არის ყველაზე დიდი ტბა. მე გეუბნებით, კავკასიაში ყველაზე დიდი ტბა სევანი, აი შეხედეთ. სევანის ტბა. რითი არის ცნობილი სევანის ტბა? მას თავისი თევზები. რა ქვია ამ თევზს? იშხანით. ეხლა მითხარით, აბა თქვენ. კარგით. თუ სევანი ცნობილია იშხანით, კასპიის ზღვა რომელი თევზით არის ცნობილი? კიდე უფრო გემრიელი და ზუთხით, სწორია. ზუთხით. ეხლა მე მინდა ალიონას შევეკითხო, რომელია მსოფლიოში ყველაზე ნალექიანი ადგილი? მსოფლიოში ყველაზე ნალექიანი არის ჩერნოგორიში. ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ნაწილში. აი ბავშვები, მე თან გაჩვენე რა ქვია. აი ეს ნაწილი არის ყველაზე ნალექიანი ადგილი მსოფლიოში. მექალაისის შტატში შელოვის პლატოზე. რამდენი მოდის ბავშვები ნალექია? 12,000 მილიმეტრი. 12,000 მილიმეტრი რამდენი მეტრია? 12 მეტრია. 12 მეტრი არის სამსართულიანი სახლის სიმაღლე. წარმოიდგინეთ, რომ წელიწადში 3 სართულიანი სახლის სიდიდის ნალექები მოდის. ყველაზე დაჯექი. ყველაზე ცხელი კონტინენტი რომელია მსოფლიოში? ყველაზე ცხელი კონტინენტი არის აფრიკა.
აბა მოდით ანაჩვენი. აუნდა საფრთხის. აბა. აფრიკაში არის. შემოხსაცვე აი ეგრე. ხო, კი ბატონო. ეგ არის ყველაზე ცხელი კონტინენტი, რომელსაც ეკვატორი შუაზე ყოფს. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა თქვენ უნდა მითხრათ მერიდიანულად გადაჭიმული ყველაზე გრძელი კონტინენტი რომელია? მერიდიანულად გადაჭიმული. მერიდიანული როგორია? სიგრძეში გადაჭიმული, ხო? საფრთხე და სამხრეთი ამერიკა. სამხრეთ და ჩრდილოეთი, ხო? აჩვენი. ამერიკა, სამხრეთი და ჩრდილოეთი. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე რამდენი კილომეტრია, აბა თუ მეტყვით? თუ იმას გახსოვთ. უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთამდე რამდე, აბა? 15000. 15000 კილომეტრი. კარგით, აბა გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რადგანაც ჩვენ ტბებზე ქონდა საუბარი, ბოლოს და ბოლოს მოდი ვთქვათ, ყველაზე დიდი ტბის ფართობი რამდენია? აბა, ბადაშვილიელები. 313,000 კვადრატული კილომეტრი. და სიღრმე რამდენია? 1025 მეტრი. 1025 მეტრი. მაქსიმალური სიმკვრივე. კაი, დიდი მადლობა. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი რომელია და სად მდებარეობს? აბანინი. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი არის შხარა და მდებარეობს სვანეთში. და რამდენია მისი სიმაღლე, აბა? 5068 მეტრი. აბა გადელიანა. არ არის დღესა? კარგით რა, ყველაზე დიდი პარალელი რომელია და რამდენია მისი სიგრძე? ამ წუთში ვთქვით. ეკვატორი, სწორი ხარ, ალიონა, სწორი. რამდენია ეკვატორის სიგრძე? 6000. არა. 40000. აბა თუ ვიმე 40076 კილომეტრი, სწორია. კარგით. რომელია ყველაზე დიდი კუნძული ქვეყანა, ბატონო? მადაგასკარი. მისი მარტივია. აბა აჩვენე ბარემ რა. აი ესე დადექი რომ გადაგიყოს, მოდი აი ამას გამოვწევ რაკიან ხოსე. აი ეს არის მადაგასკარი, ხო? ხო. ძალიან კარგი. ანტანარივოა დედაქალაქი ანტანანარივო. თქვენ მინდა დამისახელოთ ფერადი ზღვა, რომელია, აბა? წითელი ზღვა ადექი. შავი ზღვა მას. წითელი ზღვა. შავი ზღვა. საგმარისი. მას ეგენია ექსახელები მეთქაში აქ მას წარმოაჩინოს. არა. გაჩერდით. ანუ შოიდანაც. ყველაზე დიდი კონტინენტი რომელია? ევრაზია. მოდი აბა აჩვენე ესა. ზაზა. აჩვენოს და აუცილებლად გათქმევინებთ. აბა. აბა რომელია ყველაზე დიდი კონტინენტი? დავაცადოთ. მოდი. აი ყველაზე დიდი რომელი? ნახეთ, იპოვა. ხო, ცოტა სწრაფად, აბა თან. აი ეს. ძალიან კარგი. დიდი მადლობა.
ფართობი რამდენია? 55 მილიონი 600.000 კვადრატული კილომეტრი. აბა გერგედავა დაჩი არ აქვს ხო დღეს. ელბაქიძე ირინა. ელბაქიძე, აბა რა არის? პირველი ხელოვნური არხი სად გაითხარა და სუიციდაზე. აბა მოდი, შეგიძლია აჩვენო? აბა მოდი ჩემო კარგო. მოდი. აბა მოდი თან მე რა აბა მეც გაჩვენებ, აი ნახე აი აქ არის. აი ესე უნდა, აი შეხედე აფრიკასა და აზიას შორის. აი გაითხარა, აი სწორი ესე ჩამოატარე, ხო, აი მანდ. როდის მოხდა ეგ ამბავი, ხო არ გახსოვს? 1850 მას სიგრძე და სიგანეთი. აბა მიდი. სიგრძე არის 100 ვინმაც მე? მას სიგანეთი. სიგრძე არის 161 კილომეტრი, ხოლო სიგანი 150 მეტრი. აი რატო გავთხარეთ ეს რა ქვია არხი? მართლა ადვილად შემოძლო, ადვილად გადავადგილებული ხარ. სად გვინდოდა მოხვედრა? მაცადე. სად გვინდა მოხვედრა? აი აქედან მაგალითად სად მოვდივართ? ანუ შემიძლია მადაგასკარშიაც მოვიდე, ავსტრალიაშიაც მოვიდე, ხო? და გზა უფრო მოკლეა, ორჯერ მოკლეა, ვიდრე აქედან წამოვიდე. რა თქმა უნდა. ეხლა შემდეგი კითხვა. მინდა დამისახელოთ კონტინენტი, რომელზეც ერთი ქვეყანა მდებარეობს. აბა ავსტრალია, აბა მოდი აჩვენეთ ან. ავსტრალია თვითონაც კონტინენტია და ქვეყანაცაც ავსტრალია ქვია. ხო. აი ნახეთ. სხვანაირად ავსტრალიას როგორ კონტინენტს ეძახიან? კუნძული კონტინენტი და კიდევ ფერთან არის გაიგივებული, აბა. აი ამ ფერ კონტინენტს ეძახიან. მწვანე კონტინენტს და რატო ეძახიან მწვანე კონტინენტს? დაჯექი. იმიტომ რომ მწვანეა მას. მას ბევრი სცენარეებია, ბევრი სცენარეები. და რა გითხარით მე? ყველაზე მაღალი მცენარე ავსტრალიაში რომელია? ევკალიპტი. ევკალიპტი. რამდენია მისი სიმაღლე? აი თუ 12 მეტრის ნალექი მოდის არა? აი დაახლოებით რა ქვიან 7-8-ზე რო გაამრავლებ, აი ამ სიმაღლისა იქნება ეს ხე. 12-ს რო გაამრავლებ 7-ზე, აი მაქსიმაღლის არის ეს ხე. 80 მეტრია ევკალიპტის სიმაღლე ავსტრალიაში. 80 მეტრი. და ეს ქვეყანა ცნობილია ჩანთოსანი ცხოველით. კოალა. ჩანთოსანი ეშმაკიც კი მოიპოვება. კენგუროზე რაღაც სხვა მას? მას აი ერთი წიგნი იყო მას ხო და ბუნებაზე წავიკითხე და ვნახე რომ მას კენგურუს როცა მოსდევს აი რამე ცხოველი მას კაცებელი მას თავის შვილს გადააგდებს მას და თვითონ გარვის მას. ხო, ნუ ეხლა იცით რა არის. როგორც ადამიანები, ცხოველებიც არიან ძალიან ინდივიდუალურები და განსხვავებულები, ხო? მე ხა ესეთი კენგურუს მინახია, რომ თავის შვილის გამო თვითონ რა ქვიან კვდება, ოღონდ შვილი გადაარჩინოს. და ისე რომ იცოდეთ, ცხოველები ბევრად უფრო ერთგულები არიან ვიდრე ადამიანები. სამწუხაროდ, აი დღევანდელ დღეს ვიძახით, თორე ხა მე რო თქვენ ხელა რო ვიყავი, მაშინ ერთგულებას ძალიან დიდი ფასი ქონდა. ძალიან დიდი ფასი.
ჩვენ ცოტა სხვანაირად ვიზდებოდი და სხვა შეფასების კრიტერიუმები იყო. დღევანდელ დღეს რატომღაც ცოტა რა ვქიან ეს ერთგულების მომენტი ადამიანის განწყობები ერთმანეთის მიმართ შეიცვალა. ყველა ქრისტიანები ვართ და რატომღაც გვავიწყდება მოყვასის სიყვარული. ჩვენ რო ერთმანეთი ძალიან გვიყვარდეს, ვერავინ ვერ დაგვამარცხებდა, სიკვდილიც კი. იმდენად მაგრები ვართ ადამიანები. ეხლა მე მინდა შეგეკითხო თქვენ, ყველაზე დიდი ოკეანე რომელია? აბა, წყნარი ოკეანე. აბა, წყნარი ოკეანე ვინ შეარქვა? წყნარი ოკეანე, ისე სინამდვილეში რო იცოდე. კი ბატონო. ყველაზე პატარა ოკეანე და ყველაზე ცივი რომელია? კი ბატონო. ტიტანიკი სად დაიღუპა? ტიტანიკი. მას ტიტანიკის ბრალი. არა. მასწავლო თუ ისოდე რომ ჩაიძირებოდა რას მიდიოდნენ. ეს არის ატლანტიკის და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები, ჩრდილოეთი ზღვა არის მათ, სადაც ჩაიწერა. ყინულოვან ზოლაში იყო შესული და აისბერგში შეეჯამა. კი ბატონო. ეხლა ვინმე მითხრას რა არის აისბერგი, აბა? მას დედუსი არ იყო ეკითხვა. მასე? აბა მიდი მითხარი შენ. აისბერგი არის ზღვაში და ოკეანეში ყინულოვანი მთა. ყოჩა. კი ბატონო, აბა. აისბერგი შეიძლება იყოს იასამისფერის მას. იასამისფერი რატო, აბა? აუ. რატო? შავი ფერი. შეიძლება დავუმატო. დავუმატე. ხდება არტიკულს სწორია. მას. შენს გახდება. აისბერგი თუ გაწოდება ძალიან დიდ ზიანს მოგვაყენებს. რა აისბერგში არიან ბაქტერიები და ზინავთ მათ და აისბერგი თუ გაწოდება ბაქტერიები ვიზი, აბა შენ კაია, მაგო. ეს ხდება როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. გრამას. კიდევ ზედაპირზე მას ისე მხოლოდ ერთი მესამედი. აუ, ეგუდა. კი ბატონო. მოკლედ, აისბერგი კარგად აგვაქვს, ხო, შესწავლილი. ეხლა, რადგანაც დრო ცოტა გვრჩება, 25 წუთი გვაქვს? ძალიან კარგი. თუ გვაქვს, ეხლა მინდა ყინულებზე ვილაპარაკეთ და ეხლა ქვებზეც ვილაპარაკოთ, ხო? ქვები, ქანები, რითიც არის აგებული დედამიწა, ხო? რა არის ბავშვებო ვულკანი? გავაბარებული მასა მას. მას აქტიური მთარი, რომელიდანაც თუ გააქტიურდება ლავა გამოვა მაგისგან და ყველა დაიწყება. თუ ლავა ამოიფრქვა და სადაც ვულკანებია, იქ რა შეიძლება ვიპოვოთ? ძვირფასი ქარიბა. ეხლა მოდით, რადგანაც ჩვენ დრო ცოტა გვაქვს, არა? მე რაღაცებს გაჩვენებ თქვენ, და თქვენ უნდა მითხრათ. თქვენ უნდა მითხრათ რა არის ეს? აბა რა არის ეს? ზივი. მარგალიტიდან შექმნილი ზივი. რა ქვია ამ ქვას? მარგალიტი. ფირუზი.
ნახეთ. ნახე რა ფირუზია. ეს არის ნატურალური ფირუზი. ხო, ესეთი რამე არის. ეხლა რა მინდა გითხრათ? დედამიწაზე ყველაზე დიდი ფირუზი რაც უპოვიათ არის აი ამ ხელა და 50 გრამი იყო. ყველაზე პატარა ფირუზიც კი $200 ნაკლები არ აღის. $200 ნაკლებიც არ აღის იცოდეთ. რაც უფრო მუქი ფერისაა ფირუზი, მით უფრო ძვირფასია. ფირუზს აუცილებლად უნდა კონდეს ძარღვები. დამუშავების დროს ის ტყდება ხოლმე. და თუ თქვენ ნახეთ გადაპრიალებული ფირუზი, ის აუცილებლად ხელოვნური იქნება. თუ ფირუზი ძვირი არ აღის, ის არის სინთეზურად მიღებული და თუ გავარვარებ ქინძის თავს და ჩაარჭობ აი ასეთ ფირუზში, ის აუცილებლად როგორც პლასმას ისე ამოწვავს. მხოლოდ ნატურალური ნამდვილი ფირუზი არის დაცული აი ამ შეხებისაგან. ის არ გალღვება, იმიტომ რომ ნატურალურია. ეს ერთი. ეხლა მე თქვენ მინდა გაჩვენოთ აი ესეთი ქვა. აი შეხედეთ. ეს არის კვერცხი. აი. ეს არის ონიქსი. ეს არის ონიქსი. ონიქსი არის სხვადასხვა ფერის. შავი შეიძლება იყოს, თეთრიც იყოს, მომწვანო. საკმაოდ მძიმეა. საკმაოდ მძიმეა. საკმაოდ მძიმეა. ეს არ არის ის. ეს არის კრიზოპრაზია. კარგი. აბა. ეს არის კრიზოპრაზა. აი, ნახე როგორ კარგად იციან. კრიზოპრაზი. ეხლა ამას ხელი არავინ არ ახლო, ძალიან გთხოვთ რა და ისინი დააბრუნეთ უკან. ესეთისა მას არ არის. შეხედეთ. ეს წყლის ბურთებია მას. წყლის ბურთებია მას. ეს არის მთვარის ქვა. მთვარის ქვა. მთვარის ქვა. არ შეიძლება. ჩემი არ არის ესე. თუ თქვენი სამი სახის მთვარის ქვა არსებობს. მოშავო, მოლურჯო და მოყვითალო ფერის. აი ამას ქვია ადულარი. არის ლაბრადორიტი და სელენიტი. სელენიტი. ხო, მაგრამ ყველაფერი აგერ დააწყეთ. აქ დამილაგეთ ყველაფერი. აბა ეს რა არის? თვარის ქვა. არა. აბა ეს რა არის? ძივი. წყლის სამას ბურთი. აი ეს არის კვარცი. კვარცი. ამას შებოლილ კვარცს ეძახიან. შებოლილ კვარცს. მოდი ესეც ჩავაწყოთ. არის. მას ეს ტიპები იცის სად არიან? იმ სპრეებში ის რაფია რომ ვერ გატეხავ, ვერ გაწვიდა ვიგელია. ზურმუხტი მას. აბა ეს ნახე. აუ მას ეს ზურმუხტია მას. ზურმუხტი კი არა, ზურმუხტი. მას არა ეს ზურმუხტი ყოფილი. ზურმუხტი. დაჯექით ძალიან გთხოვთ, დაჯექით. ეხლა რაღაცა კიდე მინდა გაჩვენოთ. ეს არის ნეფრიტი. ეს არის ჩინეთიდან ჩამოტანილი ნეფრიტია. ვისაც თირკმელები აწუხებს. უნდა იმას უნდა ეკეთოს.
იმას უნდა ეკეთოს. ეგეთი სამაჯურიც არის. კი, არის. და ეხლა მე გაჩვენებ კიდევ. ეგ ჩემია, ხა? მასე გვინახია. მასწავლებლო ეგ ჩემია, სპეციალურად თქვენთვის მოვიტანე რომ ენახებინა, ხო იცით როგორი გული. ეს არის ამეთვისტო. მას ვიცით ჩვენ. ხო, მოდით ახლა ეს შევინახოთ. ყველა დაჯდეს. სამუზეუმო ექსპონატი მიგეცია მას. ერთ სამუზეუმო ექსპონატსაც გაჩვენებთ. ეგ მას ხელში უჭირავს. აი, ეგ მასწავლებლო მარგალიტია. ჩემი მარგალიტია. ბრილიანტია. ჩემი ბრილიანტია მასწავლებლო რა. ესეც სხვა ფერისა რაღაც დაჭირო. მასეს რა არის? აბა, იგზნობ რამეს? აბა მას. მეც გიხდება. აშევო. მასეს რა არის? მომეცით. მასივათ აქვს რა არის მან? ოქრო ვერც. დაჯექით. სახელი აბიჯდება. ეს არის ტოპაზია ეს. და ბოლოს აი შეხედეთ. ესეთი მინახია. ეს არის აკვამარინი. ეს რა არის? აკვამარინი. ყველგან ფერი ექნება განსხვავებული. მას რა არის შენით? განსხვავებული ფერი ექნება. ხო. რომ მაგარია მას ფერსიც. ფერს იცვლის. ხო. კამელიონის კალია. დავჯექით სულ. ძვირფას. შეგეკითხებით. მე სულ რამოდენიმე შეკითხვას გადავსვავ. აბა ყველაზე დაბალი ადგილი სამდებარეობს სოფლიოში. ჩვენი ღრმული მას მდებარეობს წინა აზიაში, პალესტინა მას. და ის არის ზღვის დონეზე დაბლა 395 მეტრით. ეს იყო საკითხო. დაჯექი. ახლა ჩვენ რამოდენიმე გაკვეთილი გადავრჩა და მე ალბათ ერთმანეთს გამოვემშვიდობებით. მე მინდა ახლა დღეს სათითაოდ თუ იმეს რამე სურვილი გაქვთ, რო თქვათ, ხო? აი ამ გეოგრაფიასთან დაკავშირებით, გეოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით, გეოგრაფიის პედაგოგთან დაკავშირებით, რა მოგეწონათ ამ 6 თვის განმავლობაში? რა გინდათ? აბა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან კარგი მასწავლებელი ხართ, ბევრი არ შეგასწავლეთ მას და რა ვიცი. თუ რამე სურვილები გაქვთ, დღეს შეგიძლიათ ყველაფერი თქვათ. როგორი გინდათ იყოს, სამომავლოდ რა უნდა შეიცვალოს, რას ინატრებდით ახლა. მე მაგალითად, როდესაც ვსწავლობდი, ხო, ერთადერთი პრობლემა ჩემთვის იყო ის, რომ რუკები ქონდა ძალიან ცოტა. და ამ რუკასთან რუკას ხო, ეგ კარგი იქნებოდა სხვათა შორის. და მინდოდა ყოველთვის, რომ რუკასთან ხშირად მქონოდა ურთიერთობა და ბევრი რაღაცები დამემახსოვრებინა. ადრე არ იყო ამის საშუალება, ხა დღეს უფრო მეტი საშუალება არის.
მინდა გითხრათ ერთი რამე, რომ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში დიდუბეში არის, თქვენ იცით კარგად, სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენა ტარდება ხოლმე და წელსაც შედგება ესეთი გამოფენა. თუ იმას გექნებათ სურვილი, ახლა ჩვენ მოწაფეებსაც რა თქმა უნდა ჩვენ აქედან ალბათ წავიყვანთ და თუ თქვენს გექნებათ სურვილი, მე ყველას გეპატიჟებით, მოგბრძანდეთ იქ და დაათვალიეროთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის მიღწევები. წარმოდგენილი იქნება ძალიან ბევრი საინტერესო წიგნები, რეკომენდაციები იქნება ძალიან ბევრ საკითხზე. ყველაფერი იქნება ფუტკრების შესახებ, თევზების შესახებ, ფრინველების შესახებ. ხო, დიდუბეში იქნება. გამოფენა რო არის დიდუბეში, ხო იცით, გეწოდინებათ. და ძალიან საინტერესო საგამოფენო მასალები იქნება. ვასთან, ვენახთან დაკავშირებით. მე ესე მგონია, რომ ეს თქვენ ცოდნას ამაღლებს და შეიძლება თქვენი ინტერესის სფეროც კი შეცვალოს. ხა დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობას, ადამიანს უნდა მივხედოთ, ხო? ხა შეიქმნა სპეციალური მეცნიერება, რომელსაც ადამიანის ეკოლოგია ქვია. ჩვეულებრივი ეკოლოგია კი არ არის, ეს არის განსაკუთრებული ეკოლოგია იმისათვის, რომ ადამიანი დავიცვათ დაავადებებისაგან და გავახანგრძლივოთ მისი სიცოცხლე. აი ეს საგამოფენო ფესტივალი ზუსტად ამას ემსახურება. ძალიან ბევრი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები იქნებიან წარმოდგენილი და თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ და მოიწვიოთ, აირჩიოთ ის, რაც თქვენ გაწყობთ. ეხლა ჯერჯერობით მე რამდენადაც ვიცი, თქვენ ეხლა თქვენ ხო სადღაც უნდა ჩააბაროთ, ყველა სხვა რა გაქვთ გადაწყვეტილი რა? ნუ ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე სასახლებოზე არ სიყო. ხო, ეგ სამედიცინო ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში თუ თქვენ დაათვალიერებთ ამ გამოფენას, შეიძლება გარკვეული ცვლილებებიც დადგეს, ისე რომ მე ყველას გეპატიჟებით წელს შემოდგომას. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში მობრძანდით ამ საგამოფენო ტერიტორიაზე, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ. შეიძლება საჩუქრებიც კი მიიღოთ. ხო. ეხლა მე და ერთი წუთი მე და ბატონი ხოსე მოვილაპარაკებთ დღეს. უნდა დავაჯილდოთ რამოდენიმე ადამიანი და მივიღოთ გადაწყვეტილება. 5 ადამიანი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღევანდელ დღეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, კარგად უპასუხა, დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით. ერთი წუთი. მოკლედ, პატივცემულმა ჟიურიმ ძალიან დიდხანს ითათბირა და მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი პრიზით ჯილდოვდება ლიზი ისრაელი. აბა მოდი ლიზი. შენ ჩემო კარგო, ეს რა ქვიან კალენდარი, აქ არის ბევრი საინტერესო, აი ზუსტად ისეთი რაღაცებია გამოხატული, რაც შესაძლოა გამოფენაზე რომ მოხვალთ და შეგხვდეთ. მეორე ვინც გვინდა დავაჯილდოვოთ, ეს არის ქეთი ადუაშვილი. ეს კორეიდან ჩამოტანილი, ეს ჩვენ პრეზიდენტს აჩუქეს და მან რაგვან გამობატანა, აბა ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და წარმატებებით გევლოთ. მარი
შენ ჩემო კარგო, შენ წარმატებებს გისურვებ და ყოველივე კარგს ცხოვრებაში. ღმერთმა სიკეთე მოგცეს. აი ეს მინდა გადავცე რიჩის რომელმაც დღეს ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აბა ჩემო კარგო, შენ წარმატებებს გისურვებ და ყოველივე საუკეთესოს. ჩადე გენაცვალე. თქვენ არ გეგონოთ, რომ ძალიან ბევრის დაჯილდოვება მე მთელი გული და სულით წყურია. უბრალოდ რადგანაც აი ესე შეზღუდულები ვიყავით დღეს, ალბათ ყველას დაჯილდოება არ მოხერხდება, მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს შეხვედრა, ასე რომ გული არ გაგიტყდეთ, შესაძლოა შემდეგ შეხვედრაზე სიურპრიზიც გქონდეთ ზოგიერთს, ყველას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ზოგიერთ შეიძლება სიურპრიზიც გქონდეთ. და ბოლოს მინდა ალბათ თქვენ ყველა მიცით ძალიან კარგი და ძალიან კარგ ბიჭს გადავცე აი ეს პრიზი გიორგი ფანგანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. ჩემო კარგო, აი ეს შენ შეგიძლია დაანახო რაკენ ხოსე მასალებას როგორი პრიზი დაჯილდოვდი. ბატონო, ესეც რო არ გაგიტყდეს და აბა გილოცავდათ ჩამომართვი მეწყელი ჩემო კარგო და აბა ღმერთმა დაგლოცოს, კარგად იყავი. სადაც გინდა შეგიძლია მიაკრა. კიდევ გეუბნებით, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ყველას. მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში მაინც ერთმანეთს ძალიან დაუმეგობრდით და მე თქვენი ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია, რომ ერთმანეთს რო შევხვდებით სამომავლოდ, არა დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვესაუბრებით, გაგვიხარდება ერთმანეთის დანახვა. მინდა რომ კიდევ უფრო კარგები იყვეთ, ვიდრე დღეს ხართ. სულ ესეთი ლამაზები იყვეთ და ძალიან გონიერები. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ. აბა მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.